სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია ზემო სამგორის სარწყავის სისტემის სათავე ნაგებობას თბილისის წყალსაცავზე ქვემო მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ატარებს. ჩატარებული სამუშაოების შედეგად ქვემო ქართლის რეგიონის 10 სოფელში 7120 ჰექტარი მიწის ფართობის გახსება წყალუზრუნველყოფილი. აღნიშნული ფართობით კი 20000 მოსახლე ისარგებლებს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გაერთიანებული სამელიორაციო სისტემის კომპანია ახორციელებს ზემო სამგორის სარწყავის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გარემონტება თითქმის ყველა ჰიდროტექნიკური კვანძი, მასშტაბურად განხორციელება ნაშხი ბეტონის სამუშაოები მაგისტრალურ არხზე. სამუშაოების ღირებულება არის 9.5 მილიონი ლარი, იგი დასრულდება მიმდინარე წლის აპრილში და შედეგად ქვემო ქართლის რეგიონის 10 სოფელს და 20000 მოსახლეს ეკრება 7000 ჰექტარზე მეტი გასარწყავებული სასოფლო-სამეურნეო ტერიტორია. ეს გაუმჯობესება მარტო არ არის გამოწვეული მარტო ერთი მოსახლის ან ერთი ფირმის, აქ მიმდინარეობს როგორც გარდაბნის რაიონის, ისე საგარეჯოს რაიონის და ისე უდაბნოში მოუწყელი ფართობების ათვისება.